რაც დრო გადის, მით უფრო მეტი კითხვა მაქვს, მებადება მოძრაობა რუსთაველის გამზირის ლიდერების, მათ შორის ბატონი პაატა ბურჭულაძის მიმართ ხო ბატონი პაატა ბურჭულაძეს ბევრი კითხვა მინდა რომ დაუსვა. მე გუშინ ნახე არ დაგიმალავთ პაატა ბურჭულაძე ძალიან ახლო და თბილი შეხვედრა გქონდა ჩვენ გქონდა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე შევხვდით ერთმანეთს წმენით იცოდნა გუშინ კი არა წინა ბლოკში მინდოდა ამ წიგნზე საუბარი კი არა საუბარი თემაზე ამდენად კარგი წიგნი გამოსცა არქიმანდრიტმა მე და ბატონი პაატა ერთმანეთს შევხვდით მან გამამხნევა და მეც შეძლებს დაგვარად ან ავიცი როგორც ითქმის ხოლმე ამ შემთხვევაში გავამხნევე ბატონი პაატა შემთხვევით შედგა ეს შეხვედრა მოხდა ეს შეხვედრა მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მე ვნახე თუ არ ვნახე რა მნიშვნელობა აქვს მე მას პატივს ვცემ თუ არა რაც დრო გადის აკი გითხარით სულ უფრო მეტი კითხვა მებადება მაგრამ უყურეთ რა შეასაქმე ნახეთ მე ერთის მხრივ ჟურნალისტი ვარ ცხადია მე მაქვს ჩემი საავტორო გადაცემა და ასე შემდეგ უამრავი ადამიანი გადის ისედაც აქციაზე აი რა შეცდომა დაუშვეს ყველაზე მთავარი რა შეცდომა დაუშვა გენერალმა გოგავამ და მეორე გენერალმა ყურაშვილმა ხო აქციაზე ადამიანები ისედაც გადიან და ამ აქციაზე გასული ადამიანების განწყობის ჩაფუშვა არამც არ შეიძლება ჩემზე ჭკვიანებიც გადიან და ჩემზე უჭკუებიც ჩემზე მეტკითხვიანებიც და ჩემზე ნაკლებ კითხვიანებიც აჟიტირებულებიც და დაფიქრებულებიც მაგრამ გადიან იმიტომ რომ გასიგრძე განებული აქვს მოქალაქეებს რომ ეს არის სულ მინიმუმ ნახეთ რომ ყველა სიტყვა ბოზომილად უნდა წარმოთქვა სულ მინიმუმ მოყანყალების შეყანყალების აქცია ქართული რუსული ოცნებისა ამიტომ მიუხედავად იმისა რომ მე მაქვს ბევრი კითხვა მართლა მაქვს ეს ბევრი კითხვა ბატონო პაატა თუ მისმენთ ხო უნდა იცოდეთ რომ მე თქვენს მიმართ კეთილგანწყობილ და საქართველოსთვის მყოფ ადამიანს მაქვს ბევრი კითხვა მაგრამ მე ამ კითხვებს არ ვსვამ აბსოლუტურად შეგნებულად იმიტომ რომ ამ კითხვების შედეგად ამ კითხვების დასმის შედეგად შეიძლება ბევრმა მიიჩნიოს რომ მე რამდენი მომხრეც ამყავს 37 პირობითად ხო მათაც ჩავუფუშე ემოცია მათ უთხარი რომ იცი რა არის ეს კითხვა ამ კითხვებზე რაღაცა არ არის პასუხი აქედან დამაკმაყოფილებელი პასუხი მოდი აქედან გამომდინარე თავი შეიკავეთ მეთქი არა არ შეიკავოთ ხალხო თავი დამოუკიდებლად იმისა რამდენად სწორს ან სრულყოფილად სწორს ამბობს პაატა ბურჭულაძე ან სხვა მესვეურები ამ აქციისა ჩვენთვის ამას მოცემულ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ მინიმუმ კლავ ვიმეორებ შევაყანყალოთ ეს ქართული რუსული ოცნება იმიტომ რომ ჩვენ მაინც ასე უნდა ვთქვა ვართ არსებით საიტნოტში ჩვენ ბევრი დრო არა გვაქვს ჩვენს გარშემო იმგვარი მოვლენები ვითარდება რომ საქართველოს მაჩანჩალა ხო არის ახლა და მაჩანჩალაც აღარ იქნება თუ რამ არ მოხდა ჩვენს ქვეყანაში და აი რამ რომ მოხდეს ამისთვის არის სწორედაც რომ 4 ოქტომბერი ერთ-ერთი დღე თუნდაც თუ გადამწყვეტი არ იქნება ის თუმცა იმედი ან თვითწმენა რომ ეს იქნება სწორედაც რომ გადამწყვეტი დღე ჩვენ უნდა გქონდეს ამიტომ მე კითხვები კი მაქვს მაგრამ განწყობაც ესეთი მაქვს რომ მეორე მხრივ რომ ჩვენ შევდივართ კიდევ ერთ ფაზაში ბრძოლისა და ვინც ის იქნება ეს გადამწყვეტი ბრძოლაც კი იყოს ამიტომ გაიღიმეთ თავი ასიეთ მეგობრებო გამოდით 4 ოქტომბერს და ერთად ვიბრძოლოთ და ერთად დავამარცხოთ არსებული რეჟიმი. კითხვები მე დამება და მას შემდეგაც გულახდილად გეტყვით რაც მოვისმინე ახლახან ამ 7-8 წუთის წინ პაატა ბურჭულაძის ანუ ერთი დღით ადრე ეხლა 2 საათია ოდნავ მეტი 2 საათზე 7 წუთის წინ გაკეთებული განცხადება რომლისაც გაგაცნობთ თავიდან ბოლომდე და ჩემს ანალიზსაც დავურთავ და გულახდილად გეტყვით რომ ეს განცხადება ფრიად საინტერესო მეჩვენა ცოტა სხვაგვარი სტრატეგია კი არა ტაქტიკა ხო მომეჩვენა რომ აქვს არჩეული მოძრაობას არა ისეთი უფრო ზუსტი რომ იყო როგორიცაც მე ველოდებოდი იმიტომ რომ ველოდებოდი ან როგორი შესახებაც წარმოდგენა მქონდა მოусვიდოთ თავიდან ბოლომდე პაატა ბურჭულაძეს და თითოეულ სიტყვაზე მნიშვნელოვანზე შევჩერდეთ და გავაკეთოთ მცირე კომენტარი ოქტომბრამდე საათებია დარჩენილი. ქართული ხალხის ეპოქალურ განმავლობაში. ჩვენ ვიკრიბებით რუსთაველზე, რათა ქართულმა ხალხმა გაიგონოს
რომოს ივანიშვილის მიერ დაწებული ხელისუფლება. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც სურთ ღირსეული და თავისუფალი საქართველო. ჯერჯერობით, რასაც ბატონი პაატა ამბობს, უკლებლივ ყველაფერი გასაგებია, არა მარტო გასაგებია, არამედ მოსაწონიც არის. არა, რასაც შემდგომ იტყვის, ის დასაწუნი კი არ არის, მაგრამ იმასთან დაკავშირებით შეიძლება დაბატებები, ანალიზი, აქ საანალიზოც არაფერი არ არის. მოგიწოდებთ, მოხვიდეთ 4 საათზე რუსთაველის გამზირზე 4-ში. გასაგებია, ისედაც ვიცოდით, მადლობთ ბატონო პაატა, ისედაც მოვდივართ, მადლობთ რომ გვახსენებთ და სწორია რომ გვახსენებთ, განვაგრძოთ. მოდით ყველანი, all ოქტომბერ 16 საათზე რუსთაველს. არავინ იფიქროთ, რომ სხვისი მისვლა საკმარისია. ეს ახალი რაკურსია, ახალი აქცენტია. არავინ იფიქროთ მართლა რომ სხვისი მისვლა, არ უნდა იფიქროთ ჩემმა მეზობელმა რომ ჩემი მისვლა, შენ ხომ მიდიხარ, არ უნდა თქვას ჩემმა მეზობელმა, შენ ხომ მიდიხარ და მე დავჭები და სახში ტელევიზორში უფრო კარგად ჩანს როგორ გარბევენ ან არ გარბევენ. როგორ ხართ ან არ ხართ, არა უბრალოდ როგორ ხართ. ხო, სად ხართ, რამდენი ხართ და ასე შემდეგ. არა. მიუხედავად იმისა, რომ როდესაც გახარ ოპერასთან და არავითარ შემთხვევაში გასაკვირველია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაინახავ რა ხდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასეთი აქციები სულ არ, როცა აქცია, სულ ეს ხდება, ხო? ანუ ოპერასთან მყოფი ვერ ხედავს თავისუფლების მოედანზე მიმდინარე პროცესებს. ამის მიუხედავად, იქაც შეგიძლიათ ეგრა მაგის პასუხია, ტელეფონები ჩართოთ, მოიმარჯვოთ და ნახოთ რა ხდება თავისუფლების მოედანზე და ის სულის კვეთება, ის სუნი, ასე უნდა ვიტყვა, ასე უნდა თქვა, უნდა იგრძნოთ სუნი, სურნელი უფრო. თავისუფლი გამარჯვების სურნელი თუ გამარჯვება დგება. ამიტომ ბატონი ბურჭულაძის ეს განცხადებაც რასაკვირველია, სწორია, განვაგრძოთ. გარდა ამისა, გვინდა გავაკეთოთ ერთი განცხადება. აი აქ იწყება. ხშირად გვეკითხებიან, რა მოხდება, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება. სწორი კითხვა, კითხვის ავტორთა და მხრიდან და ბატონი ბურჭულაძე პასუხობს ამ კითხვას. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, ორიგინალური, აქამდე რომ არ გაახმიანებულა ის მესიჯია და ამ თავითვე გეტყვით, რასაც ახლა მოვისმენთ, მე ამ მესიჯს თავიდან ბოლომდე ვემხრობ, იმიტომ რომ მე არ გულახდილად გეტყვით, არ ველოდი, ამასაც ვიტყვი, რომ ამგვარ მესიჯს არ მოთქვამდა ბატონი ბურჭულაძე, ანუ ეს მოძრაობა და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ქათინაურს კი არ ვუკეთებ, არამედ სწორი სტრატეგიაა ეს და მოусმინოთ ბატონ პაატას. მინდა გითხრათ, რომ მიღებთ პასუხისმგებლობას. არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შედარდება. თუ რომელიმე მინისტრი ან ბალაჩინოსანი აიქცევა, აი ერთი წუთი აქ უნდა გადავახვიო ალბათ 20 წამით. ერთი ხშირად გვეკითხებიან. ნახეთ, არც ერთი სახელმწიფო უწყების პრემიერ-მინისტრის აპარატი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, დედაქალაქის მერია, რომელიმე ქალაქის მერია, გამგეობა, საკრებულო და არაფერის ფუნქციონირება არ შეფერხდება. არა თუ არ შეწყდება, არამედ არც შეფერხდებაო, ამბობს ბურჭულაძე. ამით, როგორც მე ვხვდები, ის უგზავნის სიგნალს ამ უწყებებში დასაქმებულებს, ბიუროკრატიას, ასე რომ ვუწოდებთ ხოლმე ჩვენ ადმინ რესურსს, ასე რომ ვუწოდებთ ხოლმე ჩვენ უკლებლივ მთელ საქართველოში, არა მხოლოდ დედაქალაქში, არა მხოლოდ ცენტრალურ აპარატს, არამედ გამგეობებსაც, აქ იგითხარით, ან ავტონომიური რესპუბლიკების ცალკეულ უწყებებს, სიპებს აგრეთვე, სამთავრობო სიპებს და მოკლედ სხვას, რომ თქვენ იქნებით სამსახურში, თქვენ არ გეხებით და არაფერი არ ფერხდება, არაფერი არ ჩამოიშლება, არაფერი არ დაინგრევა, არაფერი არც ერთი უწყების მუშაობას არ ექნება წვეტა, როგორც შეფერხება, როგორც ასეთი. თუმცა აქ ამის შემდეგ ბატონი ბურჭულაძე ამბობს ერთ ბევრისთვის შესაძლოა საკამათო, თუმცა სტრატეგიული თვალსაზრისით ჩემი აზრით ფრიად ორიგინალურ, აი კარგი და ცუდის კატეგორიებითაც არ წავალ, ფრიად ორიგინალურ სიტყვას. და ნახეთ რა სიტყვა ეს. რა მოხდება, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება. მინდა გითხრათ, რომ მიღებთ პასუხისმგებლობას. არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება. თუ რომელიმე მინისტრი ან ბალაჩინოსანი აიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციის კორუფციას.
ესე იგი, მინისტრები სოფლის მეურნეობის, არც ვიცი რა გვარია, ფინანსთა ან სხვადასხვა რომ არ გაიქცეს მინისტრებად წოდებულები ამ შემთხვევაში რა მე როგორ უნდა წავიკითხო ეს? ანუ ეს არის მათთვისაც სიგნალი, როგორც მე ვხვდები, რომ თქვენ დამოუკიდებლად იმისა იქნებით თუ არა უწყებაში თქვენი უწყება ეს გავიგეთ, თქვენი უწყება იფუნქციონირებს, ეს ბიუროკრატიაზეა მიმართული, მაგრამ თქვენი მათი უკაცრავად ესაა პირში ვთქვათ, ხო, გაქცევა არ განაპირობებს ამ სისტემის ჩამოშლას. სწორი მესიჯია, მაგრამ რო არ გაიქცნენ, ამ შემთხვევაში ისინი მინისტრებად თუ მინისტრებად წოდებულებად რჩებიან? მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. როგორც ჩანს, ამ ვერსიის, ამ ხაზის თანახმად რჩებიან ოღონდ, როგორც მე ვხვდები, მათ ერთგვარად სთავაზობენ შეთავაზება ამგვარი, რომ ისინი გადმოვიდნენ ხალხის სამსახურში, ანუ აღარ დაექვემდება რომ ბიზინა ივანიშვილს, რომელიც გაიქცა თუ რომელიც დამარცხდა. სხვას დაექვემდება რომ სხვა ვინ არის? დროებითი საბჭო არ ახსენებს აქ. დროებითი მთავრობა არ ახსენებს აქ ბატონი ბურჭულაძე. მე ესე წავიკითხე, კვლავ ვიმეორებ. მაგრამ შესაძლოა ვცდები. გოდის ვიხდი ადოს ლევარ მასაძეა. უფრო მეტიც. ყველა სასიცოცხლო სახელმწიფო სერვისი, ისეთი როგორიცაა ჯანდაცვა, ხელფასებისა და საფინანსო უზრუნველყოფა, წესრიგი თუ სხვა. კარგია, სწორია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას უზრუნველყოფენ არა მხოლოდ მინისტრები, არამედ უწყებებში უამრავი სხვადასხვა პოზიციაზე განაწილებული. ანუ არა მხოლოდ არსებული დაკლით ჩიქოვარი, თავდაცვის უწყების დგრადობას თუ მუშაობას უზრუნველყოფს არა მხოლოდ კობახიძის მინისტრი, ესე გავიგე, არამედ ამავე უწყებაში მყოფი სხვადასხვა პირები, რომლებიც ეხლაც არიან და გარკვეული ალბათობით მივლენ კიდეც იმ ჯგუფიდან, ეს არ უთქვამს ბურჭულაძეს, ამას მე ვამატებ, რომელიც ამ რევოლუციის ხელმძღვანელობაშია, ასე უნდა წავიკითხო, რომელიც ამ რევოლუციის სათავეებთან არის, თაოსნობს ამ რევოლუციურ პროცესებს. მერე გაწევენ ჩიქოვანს სწორი სტრატეგია ამოკლეს. ოღონდ ჩიქოვანი უნდა იყოს ადეკვატური. ეკონომიკის მინისტრი ვინც არის, უნდა იყოს ადეკვატური და ასე შემდეგ. არ უნდა გაიქცეს. და მით უმეტეს არ უნდა შეასრულოს უკანონო პრემიერ-მინისტრის და მით უფრო არაფორმალი მმართველის ბრძანებები. აი, თუ ეს ესეა, რასაც ბურჭულაძე ამბობს, ხო? თუ მე სწორად ვინტერპრეტირებ, სწორად ხსნის, სწორ ანალიზს ვაკეთებ, მაშინ თუ ეს ანალიზი სწორია, მაშინ მე გეტყვით, რომ ეს ტაქტიკა არის სავსებით სწორი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მინისტრები არ გაიქცევიან, მაგრამ მათი პასუხისმგებლობა იქნება გაქცევა. შეთავაზება რომ არ წახვიდეთ და სახელმწიფო უწყებები განაგრძობენ ფუნქციონირებას და შეთავაზება არ გახმიანებული, რომ არ გაქცევის შემთხვევაში და არ ჩაყოლის შემთხვევაში ივანიშვილს არ უნდა ჩაყოლენ. თქვენ ერთგვარი ინდულგენცია გეკნებათ, ეს ოღონდ არ უთქვამს ივანიშვილს, ისა ბურჭულაძეს. ხო? ერთგვარი ინდულგენცია გეკნებათ, ეს შეთავაზება სწორია თუ ეს შეთავაზება არის. სწორიას რო ვამბობ, არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მინისტრი დარჩება, გეკა გელაძე დარჩება თანამდებობაზე ახალი მთავრობის, რა ვიცი, როცა იქნება ფორმირების შემთხვევაში. რასაკვირველია არ დარჩება. რასაკვირველია მას მოეთხოვება პასუხი თუ რამ დანაშაული მიუძღვის, მაგრამ სახელმწიფო მთელი სიმკაცრით არ ამოქმედდება მის წინააღმდეგ ტაქტიკური თვალსაზრისით სწორია, თუმცა ეხა შინაგანი თვალსაზრისით ხო ემოციურად რასაკვირველია, მე პერსონალურად მინდა არაპირდაპირი მნიშვნელობით ცხადია, ბჭყალებს ჩავთვალე სიტყვა, რომ უკლებლივ ყველას წასწყვიტონ თავი, არაპირდაპირი მნიშვნელობით. მაგრამ ეს თუ არის გამოსავალი, ეს თუ არის ოფერი, შეთავაზება მათთვის პატარა ჭუჭრუტანის, პატარა ვიწრო ბილიკის დატოვება, რომ მათ გააღწიონ ივანიშვილის გავლენებისაგან დაიხსნან თავი და გააღწიონ მომავალ საქართველოში, შეიზიდონ პატარა ბილეთუკა მომავალ საქართველოში. ხო, ნუ მოდი არ შევაფასებ, კარგია, ცუდია კატეგორიებით, ხო, ვილაპარაკებ საინტერესო წინადადება, რამდენიმე წამი კიდე დარჩა მოსასმენი. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ ზუსტად ვიცით,
რომ ეს ადამიანები გააგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას. აქ იგულისხმება არა მინისტრები, არამედ ბიუროკრატია, ზუსტად ვიცითო, იგულისხმება ის მინისტრებისა და მინისტრების მოადგილეებს ქვემოთ მყოფი ადამიანები ყველა უწყებაში, მინისტრების სახელმწიფო აპარატში, მოკლედ ბიუროკრატია გააგრძელებს ფუნქციონირებას სწორი მოსაზრება მერიაში დასაქმებულებს, არ უნდა ჰქონდეთ პანიკური შიში, რომ ხვალ მოვა ბურჭულაძე, არ ბურჭულაძის მეგობარი ვინმე და ამოარტყავს ჭიტლახს და გააგდებს. დასაკვირველი არავის არ გააგდებს. ოღონდ ერთიც არის დამოუკიდებელი სასამართლოს დაფუძნების, თავად სასამართლო სისტემიდან კლანის განდევნის, კლანის უმნიშვნელოვანესი ნაწილის დაპატიმრების, მაღალი პროკურატურის ასევე რასაკვირველია პროკურატურა კიდე ცალკე შესაძლებელია გასასწორებელია მიწასთან. არა პირდაპირ მნიშვნელობით, არა. ანუ თავიდან არის ასაშენებელი ეს სტრუქტურა და ამგვარი სტრუქტურები. მოკლედ, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისა და მაღალი სტანდარტით ბრალის წაყენების პრაქტიკის დანერგვის შემდეგ ბევრი მართლმსაჯულებას როგორც ასეც ვერ გადაურჩება. ამავდროულად ინდულგირებულნი ნაწილობრივ მაინც იქნებიან ისინი, ვინც ბოლო ჟამს, ესე დავარქვევთ თქვენის ნემართვით, იქნება ადეკვატური. მინისტრი სოფლის მეურნეობისა თუ იტყვის, რომ იცი რა არის, მე წავედი ხალხო, მე ვერ მონაწილეობ ამ კალოს დააყენებას, რომ აპირებ სისხლისა ივანიშვილი და კობახიძე, ხო, მე ამაში აი გაგერიდებით, ეხლა წავალ რავი თურქეთში, 3 კვირით მეუღლესთან და თან საერთოდ მივალ ბურჭულაძესთან და მეთქვი, რომ ბატონო პაატა რა გავაკეთო, ესეთი მეგობარი, ეს არის ოფერი და საინტერესო მეთქი ასე ვიტყვი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე მაქვს 887 კითხვა, უბრალოდ დრო დანარჩენი 887 თუ 886 კითხვის დასმისა არ არის, იმიტომ რომ მე არ მაქვს არანაირი სურვილი, რომ ემოციები თქვენ გარკვეულწილად შეგაეჭმოთ თქვენს ემოციებში. პირიქით, მე ვალდებული ვარ, როგორც მოქალაქე და არა როგორც ჟურნალისტი, გითხრათ, რომ ხალხო გავდივართ, იმიტომ რომ ესენი არ მიდიან არჩევნების გზით და აქედან გამომდინარე ჩვენ ყველაფერი უნდა გავიღოთ და გავაკეთოთ ჩვენი სამშობლოსათვის. კიდე 12 და 14, 26 წამი მოусმინოთ ბატონ ბურჭულაძეს და უკვე შემდგომ ბოლო გაწყდა. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. 4 ოქტომბერს 16 საათზე რუსთავაზე მოდით ყველანი მიიღეთ მონაწილეობა ამ ისტორიულ ეროვნულ ხევაში, ერთად შევიდათ ახალი საქართველო, დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, დავიბრუნოთ საქართველო. ვინც მეორეა ამ სურვილში, ის ცდება, ვინც პირველია, ის მართალია. და ყველანი ჩვენ ვართ პირველები. მე მგონია, რომ რევოლუციურ პროცესებს, სწორედაც რომ რევოლუციურ პროცესებს გადაჰყვება ბიზინა ივანიშვილი, ამდენადაც ის ართმობს არჩევნებით არაფერს, ანუ ასრულებს ამ თვალსაზრისითაც რუსულ დაკვეთას. და რუსეთის დაკვეთა რა არის? დარჩი სამარად ჯამოთ და დედა უტილი ამ ქვეყანას. გამოშიგნე ეს ქვეყანა. სული და სულის კვეთება, საქართველოობა წაართვი ამ ქვეყანას. და აი ამ მისიას სანამ შეასრულებს, წლები უნდა სჭირდება ამისთვის. ისიც ხადი არ გაუვა, მაგრამ თავად ხო რაღაც ფარგლული აქვს და აი ისე გადამწყვეტ დარტყმებს კი წელს მე მოგვაყენებს გამარჯვების შემთხვევაში. ამიტომ მე რა კითხვაც მაქვს, ბატონო პაატა, იქ ხომ არ ჯობდა ისე, ბატონო პაატა, ეს ხომ არ უნდა ჩაგერთოთ, რატო არ მოусმინეთ ამ მოსაზრებას და შემდეგ მე გადავდე, რატო თქვით 4 მაინც და მაინც იქნება 4 და 5-ის ჯობდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ეს კითხვები გადავდე. უკვე და 4 ოქტომბერს 4 საათისთვის საერთოდ გადადებული მექნება და ძალიან შემართული ვიქნები იქ, სადაც ქარიშხალია, ხო? და თავდასხმის უწყებას კი არა, მთავრობის წევრებს და ზოგადად ადმინ რესურს პირველ ყოვლისა. ამ ბანდა ხელისუფლებისა შეთავაზება უკვე გაუკეთეს და სწორი შეთავაზება გაუკეთა უშუალოდ ბურჭულაძემ და ამ მოძრაობამ. და კიდე მინდოდა გენერალ გოგავაძე ლაპარაკი და გენერალ ყურაშვილზე, მაგრამ კიდე გადავდე, მე მოგაბეჯითებით გირჩევთ, რომ გუშინდელი, ესე იგი, გუშინ ჩვენ მქონდა 2 რიცხვი, დღეს 3 გვაქვს, ხო, 2 რიცხვის ლაივი ნახოთ, იმ ლაივს ჰქვია გოგავა და ყურაშვილი, ასე იწყება, თუ არ ვცდები გადავამოწმე თქვენის ნემართვით. დაბეჯითებით გთხოვთ, რომ ნახოთ ლაივი, რომელსაც ჰქვია გოგავა და ყურაშვილი, იყიდა თუ არა
ბანდამ 2 გენერალი. მე შესაბამისად აღარც დრო აღარ რჩება, რომ ამ ორ პირზე გავაკეთო ჩემი კვახე კომენტარი. დამატებით გავაკეთო კვახე კომენტარი. ნახვამდის.